ჩვენ იდეალური სახელმწიფო გვაქვს. იდეალური. საერთოდ თელ სამყაროს მირჩევნია ქართველი. არა იმიტომ რომ მე ვარ ქართველი. ვისთანაც მილაპარაკია, ეგეთი ტიპაჟი, პერსონა თუ შედგა, არც ერთი არ არის. მაგრამ როგორია რა? არა, სხვა არის რა. ძალიან მასშტაბურია. აი, აუხსნე. ყველაზე მასშტაბური არის ჩვენი ნაცია. მასშტაბს რას გულისხმობ? არც განათლებასა, განათლებას თუ აქ და რაღაცა, საცილო დაგვიპყრია ყველაფერი, მაგრამ მე უცხოეთში ჩემ 20 კურსებს ისე ვატრიალებდი, ყველანაირად, 20 წლის ვიყავი. აი, რასაც მინდა იმას ვაკეთებინები. ხა თქვენ ის გააკეთეთ, ეხა ტურნირი მოაწყეთ ფული ვიშოთ პინგ-პონგის კოლეჯში, ხა ინგლისურის. მესენე კაი იდეა. ხდებით? ძალიან თბილები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ აგერ აი ნახევარს ჭამთ და მართლა ეხა რაც ხდება არაძოს არ იყო. ეხა ვიღაცა იტყვის, რომ ჩვენ რა ჩემი ფეხები ხართ, ხო? ბოდიში. მე ვამბობ, რომ აი რაღაცები ამაზე ღიზიანდება. პოტენციურად ვართ ძალიან კაი რაღაცების კეთებელი და მასშტაბური სითბოს გადამყვანი და ძალიან დიდი რაღაცის შექმნა ჩვენთვის. სიყვარული შეგვიძლია ხა როგორ ხა ჩვენი ნათესავები ხა მე ჩემი დიშვილი რომ მიყვარს. ეგრე არ უყვართ ამერიკელებს და მომგალით. შემედაოს ვინც გინდა. ვიცნობდი ოჯახებში ცხოვრობდი და ნანახი მაქვს ურთიერთობა. მაგრამ შეიძლება სწორედ მაგის ბრალია და მაგ ურთიერთობების რომ მეც არ ვაკეთებთ. დრო აღარ გრჩება ამდენი სიყვარულის გაცემები. არა, ყველაფრის დრო გრჩება უბრალოდ. იმ ამერიკაში დილის 7 საათზე იწყება სამუშაო. სამაგიეროდ ისეთმა ამერიკებმა და რაღაცეებმა ისეთი რაღაცები მოიგონეს, რომ შეიძლება შენ შეგიტყუოს და გაგანადგუროს ბოლომდე. ყველა მხრივ. გინა ტელეფონით და გინა Facebook-ით და გინა იმით. ამიტომ ჩვენ ვართ ძალიან უკან მაგხრივ. შნური არ მოყავთ ხოლმე ზოგჯერ კარგად პიანინოსთან კაცო რაზე მელაპარაკი. ან რა შოუ ბიზნესის მელაპარაკი. შნური არ მოყავთ ხოლმე რომ ფეხი რომ მივარტყა შეიძლება ჩაქრეს შუქი და ამ დროს ამერიკაში სცენა აქვთ ცაში. всё ამით გჯობიან.